მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად პოლიციამ დამატებით 47 ეგრეთ წოდებული მაინერი ნივთმტკიცება დამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ მოწყობილობების საშუალებით ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით ციფრულ ვალუტას სისტემატურად აგენერირებდნენ და არალეგალურ შემოსავლებს იღებდნენ. უწყების თანახმად სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 158 ეგრეთ წოდებული მაინერი გუშინაც ამოიღო. ოცნებამ უკანონო კრიპტომაინინგის აღმოფხვრა 1 ივნისს დაანონსა. თემასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი მამუკამ დინარაძემ გამართა. მან თქვა, რომ უკანონო კრიპტომაინინგის აღმოფხვრის მიზნით სვანეთში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყება. სამართალდამცველებს კი ამ პროცესის კონტროლი, ელექტროენერგიის დიდი ოდენობით უკანონო მოხმარების მაქსიმალური გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება დაევალათ.